რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და სტუდიაში ჩვენ ახლა საზოგადოება ქართულის წევრს, მუსიკოსს, წამყვანს ზურაბ მანჯავიძეს მასპინძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის, ბატონ ზურაბთან ერთად ჩვენ მიმდინარე პროცესებს გამოვეხმაურებით და ამ თემაზე ვისაუბრებთ. თქვენ ბრძანდებით მუსიკოსი, საზოგადოების აქტიური წარმომადგენელი და ადამიანი, რომელიც რაღაც ვატყობ რომ დიდად ამ თემაზე საუბარი არ გიყვართ ხოლმე, მაგრამ ბევრი წლის წინ, როცა სხვა რეალობა იყო, სხვა ძალიან სერიოზული სირთულეების წინაშე იყავით ინდივიდუალურადაც და როგორც ჯგუფ ფორტეს წარმომადგენელი. და შესაბამისად, თქვენი თვალით დანახული აი ამ პარალელის ფონზე მიმდინარე პროცესები ალბათ საინტერესოა და ეს შეფასება. პირველ რიგში თქვენ როგორ უყურებთ ფაქტია რომ ის პროცესები, რასაც თვალს ვადევნებთ, რაღაცა სულ უფრო მიდის იქითკენ რომ განცალკევება მოხდეს საზოგადოების წარმომადგენელთა რაღაცა რანჟირება, დაყოფა. ეს პროცესი ხდება რაღაცა ჩართულობით თუ ჩაურთველად, ბუნებრივად თუ ასე ვთქვათ ინტერესით. ეს ბუნებრივი როგორც ჩანს თამდევი პროცესია და ყველაზე ცუდი არის არ მივიდეთ იმ დაპირისპირებამდე, რასაც სრული გახლეჩა ჩაქვია და აი ამ ხრივ რა რესურსს და რა რეალობას ხედავთ? როგორ გითხრათ, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო პროცესები მიმდინარეობს ერთ-ერთ მხრივ თუ შევხედავთ, რასაც ქვია ეს დაპირისპირება, რომელიც რა კულმინაციის პიკს მიღწეული იყო, მაგრამ ჩემი ხედვით უკვე მინავლებისკენ არის უფრო წასული და მე მგონი ძალიან ბევრ ადამიანს თვალი ეხილება და ხვდებიან რასთან აქვს საქმე ზოგადად და იმედი მაქვს რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან და დაინახავენ, შეხედავენ მარტო ერთი კუთხით არ შეიძლება ყველაფრის ხედვა და ყველაფერი ანალიზი საჭიროებს და ცოტა მრავალი წახნაგით უნდა შეხედონ აი მარტო საქართველოში მიმდინარე პროცესებით კი არა, გლობალური პროცესებით, რომელიც მიმდინარეობს და ესე კარდინალურად იცვლება სიტუაცია მთელ სამყაროში, ცოტა ფართედ გახელილი თვალებით უნდა შეხედონ პროცესებს და არ უნდა მოუყვეთ ნანგრევებში, რაც მთავარი არის და რაც არაერთხელ ჩვენს ქვეყანას დამართნია. დიდი ბიძიების ჩხუბისას არ უნდა მოუყვეთ აი პატარა ნანგრევებში, რომელიც ჩვენთვის კატასტროფული იქნება, პატარა მათთვის, თორე ჩვენთვის კატასტროფული იქნება, რა თქმა უნდა და არაერთხელ ესეთი რამე გვიგემნია სამწუხაროდ და როგორც იქნა ჩემი ღმარწმენით და მე სრულად ვეთანხმები იმ კურსს, რომელიც ამ შემთხვევაში სახელმწიფოს უჭირავს, ზომიერი პოლიტიკა და არა ის რაღაც ემოციებს აყოლილი გაუთვლელი ნაბიჯების გადადგმა, რომელმაც შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს. ახლა მთავარია თითოეულმა მოქალაქემ თავისი როლი გაითვალისწინოს, თავისი როლი დააფასოს ამ არეულ სიტუაციაში, რომ არ გახდეს ბრმა იარაღი ვიღაცების ხელში, რომლებიც ძალიან ითმობენ ხელს ჩვენს უბედურებაზე და თავისთავად ცხადია, კიდევ ერთხელ მე ვატყობ აი იმ სიგნალებს, რომ უკვე ძალიან ბევრი მოდის აზრზე, ესე რომ ვთქვათ, უხეშად და ხვდებიან, რომ ის აქტიური ადამიანები, რომლებიც აი პოლიტიკურ არენაზე წლებია უკვე და უკვე 2 საუკუნეა არიან აქტიურად და ტივტივებენ, ასე რომ ვთქვათ, ყველა გამოჩნდა, რომ ისინი ამას უანგაროდ არ აკეთებენ, როგორც მინიმუმ შეიძლება ითქვას და დანარჩენი უკვე მე ესე მგონია, რომ სიმშვიდისკენ და სტაბილურობისკენ მიდის, უბრალოდ ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ხვალზე, მაზეკ ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა შეგვწყვეს, ან ამის სურვილი არ გაგვიშთეს საერთოდ. საკუთარ თავში ძალა უნდა ვიპოვოთ, რომ შვიდობისკენ მოვატრიალოთ და ისეთ შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ერთმანეთს, რომელიც ხვალ უკვე ჩვენს ურთიერთობაში ხელს შეგვიშლის. აი ხო ამ ხრივ რაღაცა რთულად იშლება საზღვრები და ეს რაღაც გაართულებს, იმიტომ რომ თქვენ ემოცია ახსენეთ და ჩვენში ეს ემოციურობა ჭარბობს. რა თქმა უნდა. და ზოგადად ალბათ
შეიძლება სტრატეგიული განვითარების კუთხით აქამდე ჩვენი პრობლემა იყო სწორედ ემოციაზე აგებული დიდი პოლიტიკა და დიდი პოლიტიკას კიდე ემოცია საერთოდ ინსტრუმენტად თუ გამოადგება თორე იქ პრაგმატიზმია დღეს თქვენ კი ბრძანეთ რომ ვიღაცები ასე ვთქვათ უანგაროდ არ მოქმედებენ თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი საზოგადოების წარმომადგენელი სწორედ ამ ემოციური ფონიდან გამომდინარე ამ პროცესში ერთვება თავის ლოგიკას ხედავს და გამოდის და თავის ლოგიკიდან გამომდინარე თავის მოთხოვნები გააჩნია და დღეს ძალიან ხშირად ისმის საუბარი იმაზეც რომ აი ხელოვნების წარმომადგენლებიც კი ამ პროცესში არიან ჩართულები და აქ ძალიან ბევრი შეფასებაა მაგრამ თქვენც ხელოვნების სფეროს წარმოადგენდით და მაშინაც სხვა საზოგადოებრივი აზრის დაფიქსირების გამო სხვა ტიპის პრობლემა იყო. აი რა პარალელებს ან რა სხვაობებს ხედავთ ამ კუთხით? როგორ გითხრათ, ანუ აი ამაზე სასაცილოც კი არის საუბარი შედარება აი მაშინდელი ნამდვილი რეჟიმის და დღევანდელი მდგომარეობის, იმიტომ რომ აი სიტყვის საკუთარი აზრის დაფიქსირებაც მაშინ სამწუხაროდ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებაც გმირობის ტოლფასი იყო პირდაპირ რომ თქვა მართლა და სიცოცხლისთვის საშიში იყო აი პირდაპირ შეგვიძლია ამის თქმა იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი ჯგუფი ვიყავით ადამიანების ვინც საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ ასე ვთქვათ აი ეს რეპრესიები, ნამდვილი რეპრესიები, აი ეხლა რომ რეპრესიებს აი ამ სიტყვას რო ამბობენ, აი ძალიან მეცინება ხოლმე, ნამდვილად არ არის სასაცილო იმ ნაცემი ადამიანების ხილვა, რაღა თქმა უნდა და ცხოველი უნდა იყო ეს რომ მოგწონდეს. მაგრამ შედარება იმ რეჟიმთან მართლა, რომლებიც ხალხს არა მარტო მოფარებულ ადგილებში ასე ვთქვათ საჯაროთაც კი უსწორდებოდა და ეს სამაგალითო დახვრეტები იყო ქუჩაში მართლა და წამებაზე აღარ მინდა ლაპარაკი იმიტომ რომ ემოცია უფრო მეძალება ხოლმე ამ დროს და აი როგორ უნდა აიძულო ახლა ის ადამიანები რომ დასვა და ძალით აყურებინო რაც გამოვიდა ის კადრები ისევ თავიდან და რაც არ გამოვიდა რისთვისაც მე ბოლომდე არ მიყურები იმიტომ რომ საკუთარ თავში დიახ მე ჩემ თავში ძალა ვერ ვიპოვნე რომ მეყურებინა ეს ბოლომდე სიმართლე რომ გითხრათ და დავამთავრეთ ხო ჩვენ ეს გადავშალეთ ეს ფურცელი და აღარ გვინდა იმის გახსენება მაგრამ შენ რო ახლა ყოველ დღე იმას მეუნები რომ თქვენ ხალხ წამებლები და ხალხს რა დღეში აგდებთ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ ძალიან ცუდი საყურებელია როდესაც აქცეულ ადამიანს ურტყამს ძალოვანი მაგრამ არ შეიძლება გაიგივება ამ თემების იმ საკითხების რომ მართლა სისტემური ხასიათი ქონდა მაშინ წამებას ცემა ყველაზე მსუბუქი იყო მაშინ ღირსების შელახვა იყო საოცარი მოდური იმ რეჟიმის დროს და რამდენი ადამიანი შეეწირა ამ მდგომარეობას მაშინდელს და რამდენი კიდევ არ ვიცით იმიტომ რომ იმდენმა ადამიანმა დაამთავრა თვითმკვლელობით თავისი ცხოვრება რომელიც დღემდე არ ვიცით რატომ და როგორ მაგრამ სინამდვილეში ეს იმ აუტანელი და არ გაგონილი შეურაცხყოფის გამოხდებოდა, რასაც ციხეში კაცების გაუპატიურება ქვია. და აქ საქართველოში გაზრდილი კაცისთვის რამხელა შეურაცხყოფა არის ალბათ ხვდებით ყველას და ეს რომ გარეთ არ გამოსულიყვნენ თვითმკვლელობით აასრულებდნენ თავის სიცოცხლეს ციხეებშიც მათ შორის და აი ამ თემების შედარება ქუჩაში ჩხუბისა და თემის თუნდაც რაღაც ფიზიკური ზალადობის ხო ყოვლად მიუღებელია და ცოტა უნდა დაფიქრდნენ ხოლმე იმიტომ რომ იმ ადამიანებისთვის განსაკუთრებულად ტკივნეულია და შეურაცხყოფელია ვისი ოჯახის წევრებიც შეეწირენ თავისი სიცოცხლით ჯანმრთელობის დაზიანებაზე აღარ ვსაუბრობ ფსიქოლოგიურ ტრამვებზე აღარ ვსაუბრობ რამდენი ადამიანი არაჯანსაღი ფსიქიკით გამოვიდა ციხიდან იმიტომ რომ ჯერ იმის ყურება რაც იქ ხდებოდა იყო აი კატასტროფულად აუტანელი და ბევრმა ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლო და როდესაც იმ ადამიანებზე ძალადობდნენ და ზუსტად იციან ვინ როგორ რანაირად ამის ოჯახის წევრები დღესაც ცხოვრობენ დღეს და იციან ყველაფერი
ამ ადამიანებს რო თვალში ესეთ ყუილს აყრი და აიგივებ ასე ვთქვათ ამ ორ მდგომარეობას არის ყოველად მიუღებელი და ნუ ახლა ჩვენი ანუ მე მწვენია კიდეც რაღაცა ჩვენ მიმართულებით რაღაცა იმ ზეწოლაზე, იმ შემოთვლილ მუქარებზე, მოსყიდვის ცდელობებზე ეს ყველაფერი იყო და მართლა აღარ მინდა ხოლმე ამის გახსენება, იმიტომ რომ ეს უნდა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და ნუ გვაიძულებს ძალიან გთხოვთ რომ ეს ყველაფერი თავიდან გავიაროთ, თავიდან დაგვეხოცონ ის ბიჭები, რომლის დედები დღეს მამები დედმამიშვილები და შვილები დღეს სოცხლები არიან და უყურებენ ამ უმსგავსოებას და რაღაცა ამათ მოთმინების ფიალას მაქსიმალურად ცდილობენ რომ აავსონ და რაღაცა ცეცხლში ნავთი დაასხან და დაანებეთ ამ თემებს თავი ძალიან გთხოვთ სხვა რაღაცებზე ვიფიქროთ და ვიპოვოთ სალა რომ ერთად დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა რომელიც ჩემის აზრით სწორ გზაზე დგას. ძალიან ბევრი პრობლემებია, უამრავი პრობლემებია, რომელზეც სასაუბროთაც სივრცეს არტოვებენ, იმდენად სხვა მიმართულებით უნდათ გადაგვიყვანონ და მოდით რა ერთად მოვიფიქროთ, როგორ ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას და არა როგორ დავასახიჩროთ ერთმანეთი სულიერად თუ ფიზიკურად. რა თქვენ საუბრობდით ახლა მახსენეთ ის პერიოდი მათზე აღნიშნეთ იმ რეჟიმზე და თქვენ თქვით როგორი საერთოდ სხვა სურათი იყო. თუმცა 2012 წლის არჩევნების შემდეგ რაღაც რეალობა შეიცვალა, ხო? ბევრი მიმართულებით და ამასობაში თაობა გაიზარდა, რომელსაც თვითონ არ ქონდა შეხება იმ ამების რთულ ფაქტებზე და ეგრეთ წოდებული კასრების საქმეზე უბრალოდ სმენია და არანაირი შეხება არ ქონია ამასობაში გამოიზარდა სხვა გარემოში. და დღეს ისეთ გარემოში გამოვიარეთ, რომ დღეს უკვე თქვენ რაც ვცანეთ, ცემა მაშინ ყველაზე კარგი რაღაცა იყო. დღეს უკვე აი ეს ცემა, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან ცუდია და როცა საქმე მიდის იგივე მოქალაქისა და ძალოვანისა დაპირისპირებამდე ძალიან ცუდია. თუმცა დღეს ეს თემა ისეთი მაქსიმუმით არის წარმოჩენილი, როგორც მანამდე სხვა სირთულეები ამების ხარისხზე აიყვანეს. ანუ რისი თქმა მინდა რომ თაობა ისე გამოიზარდო, რომ ის რაზეც თქვენ საუბრობდით და რაზეც არ გინდათ კიდე ბოლომდე საუბარი, ხო? ძველი თაობის ადამიანებმა ის იციან და ახსოვთ. კი ბატონო. ეს რაღაცა პოლიტიკური იმუნიტეტი აქვთ, ასე თქვათ რა, მაგრამ ახალმა თაობამ ეს არის და იმისთვის იმაზე აპელირება და იმაზე შედარება ცოტა გაუგებარია, იმიტომ რომ ის დღევანდელობით ცხოვრობს, დღევანდელი მოცემულობით და ჩემი აზრით ყველაზე რთული და ფაქიზი მომენტი არის ეს ახალი თაობა, რომელიც ხვალ ამ ყველაფერს გააგრძელებს, ხო, ამ ქვეყნის განვითარებას და ასე შემდეგ და აი აქ მნიშვნელოვანი ალბათ ის ზაფი, რომ აი ეს ხიდი არ ჩაწყდეს, ეს ინფორმაციული რაღაც კავშირი არ გაწყდეს და აი ეს საზოგადოებრივი ერთობლივი განვითარება მოხდეს და არა ცალკეული ალბათ რა. კი ბატონო, აბსოლუტურად მართალი ხართ და აი ხანდახან ხა ჩვენც აი ხლა როგორც დღეს არ მინდა საუბარი ისე დაუშვათ, აღარ ამაზე კიდევ თუ ლაპარაკი მოგვიწევდა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ მეორეს მხრივ ალბათ საჭირო არის ცოტა ეს ინფორმატიული გამდიდრება, ესე იგი ამ ჩვენი უახლესი ისტორიის, რომ იცოდნენ რასთან ქონდათ საქმე, რას გადავრჩით მართლა 2012 წლის მერე. და კარგი მე ახ მივესალმები მართალი რომ გითხრათ აი იმ საპარლამენტო კომისიის შექმნას იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად რაც ახლა მოხდა კიდე რაც შეურაცხყოფას ეხება რაც სიცრუის და დეзинფორმაციის გავრცელებას ეხება ამას ვითხოვდით ჩვენ მთელი ეს წლები რაც შეიცვალა ხელისუფლება მაგრამ იმასაც ხვდებით რატომ ვერ ხერხდებოდა ეს რამხელა ზეწოლებს უძლებდა თურმე ბევრმა რომ არიცოდა ჩვენი ხელისუფლება მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს ეს პროცესი დაწყებულია და ყველამ უნდა მიიღოს თავის საკადრისი სასჯელი არა იმიტომ რომ ჩვენ ეს გაგვიხარდება ეს უნდა იყოს პრეცედენტული რომ დანაშაულს რომ ჩაიდენ აუცილებლად უნდა აგო პასუხი და არ უნდა კონდეს დაუსჯელობის შეგრძნება და ინდულგენცია არ უნდა იყოს არანაირი არც ერთი პროფესია არ უნდა გაძლევდნენ შენ იმის უფლებას მოიქცე ისე როგორც მავანი და მავანი იქცევა. ეს არის უმთავრესი იმიტომ რომ
კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი და ყველა ქმედებას უნდა ყველა არაკანონიერ ქმედებას უნდა მოყვებოდეს შესაბამისი სასჯელი. კომისიის საქმიანობა თუ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ახლა ახსენეთ, ალბათ უახლოესი პერიოდის განხილვისაგან იქნება, ხო? საკანონმდებლო სივრცეშიც პოლიტიკური შეფასებების და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმ ხარისხის შენარჩუნება თავისუფალი შესაძლებლობებისა, რომელიც აქამდე გქონდა და გამოგვარჩევდა, ხო? და ამ მხრივ ალბათ საგულისხმოა ჩემი აზრით განცხადება დეპუტატის ქართული ოცნების წარმომადგენელი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ შემოგვაქვს ბრიტანული სტანდარტი, რომელიც რა თქმა უნდა სრულად შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან და ზუსტად იქნება გადმოღებული ამ შემთხვევაში ბრიტანული სტანდარტი. და იქვე მიუთითებს, რომ სიტყვის თავისუფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, ვერანაირი რეგულაცია ვერ იქნება საქართველოში შემოღებული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საწინააღმდეგოდ. და ამის პარლებში შემოგვაქვს ვაკოპირებთ ასე ვთქვათ ბრიტანულს გარკვეულწილად. არ არის ეგ რუსული კანონი? ბრიტანული. ნუ ეს საერთოდ აბსურდის თეატრი არგია. თქვენ ახსენეთ ცოტა დიდი ხედვით უნდა შევხედოთ პროცესებს და ხო დღეს ის დროა რომ დიდი ხედვით დანახვა უფრო გაადვილებს მერე რაღაც ლოგიკის ნახვას. ალბათ, მაგრამ ეს დიდ ხედვაშიც იმდენი პლასტია, იმდენი ფენა, ისეთი მრავალფეროვნებაა, რომ იქაც შეიძლება ჩაიკარგო, კი. მაგრამ იგივე აი ბოლო დღეების და გუშინ ალბათ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო გუშინ წინ ამერიკის იმ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის საქმიანობის ეფექტიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რომელსაც USAID ქვია, ხო? და ჩვენ ნახეთ მანამდეც გვესმოდა ტრამპის გუნდის შეფასება და ნუ ამ ხრივ ილონ მასკი ახლა კონკრეტულ მიმართულებასაც ეფექტიანობა არ გასეჭვის ქვე. ზუსტადაც რომ ეფექტიანები იყვნენ, როგორი მიმართულებით ეგ არის შეფასებებია. და ფაქტია რომ ალბათ ეს პროცესი, რომელიც იქ ოკეანის გაღმა დაიწყო, ფაქტია რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტალღებად მივა, იმიტომ რომ ყველგან დიდი ქსელი ჰქონდათ და ძალიან ბევრი მიმართულებით ფინანსდებოდა ბევრი რამ. ეს ერთი, მეორე არის პოლიტიკური დამოკიდებულების ცვლილება, რომელიც ლიბერალური ხედვიდან კონსერვატულზე გადასვლას გულისხმობს. აი ამ პროცესების ჩვენთან არეკლას როგორ და რანაირად ხედავთ? ძალიან ხშირად ხუმრობდით ხოლმე, მოკლედ რომ ველოდებოდით ადამიანები ამ ტრამპის ინაუგურაციის თარიღს. ჩემი მეგობრები ხუმრობდნენ, ციხეში რო ხალხი მე შხაპნისო, ხო იცი კალენდარს. ორი დღე დარჩა როულად დაგვეწყო, ნუ რა თქმა უნდა ეს ხუმრობით, მაგრამ ზოგადად ახლა მარტო იმის იმედად ყოფნა და მარტო აი თარიღზე ჩამოკიდება რომ აი ახლა მოვა ტრამპი ან მე მოვა ტრამპზე უკეთესი ან უარესი და ჩვენ ყველაფერი ამაზე ავაწყოთ, რა თქმა უნდა ესეც არ შეიძლება, მაგრამ აუცილებლად უნდა ვეცადოთ რომ ჩვენი ინტერესები მოვარგოთ, უпростоრეთ მათი ინტერესები მოვარგოთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და მე რაღაცნაირად იმედი მაქვს რომ აი ეს პოლიტიკა, რომელიც ახალმა ადმინისტრაციამ დაიწყო განხორციელება ამ პოლიტიკის, ჩვენი ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება. ნახოთ ახლა არ ვიცი, მარტო უნდა მივეჩვიოთ იმ ამბავს, რომ აი არ ვიყოთ დამოკიდებული მაინც და მაინც აი ვიღაცის კერძო პირის ნებასურვილზე, თუნდაც ადმინისტრაციის. ჩვენ კიცეთ უნდა ვიდგეთ ჩვენს ინტერესებზე და პოლიტიკოსების მოვალეობა ზუსტად ის არის, რომ იპოვოს ოქროს შუალები აი ამ დიდი ინტერესების კვეთაში. რა თქმა უნდა, აი დიდი უზარმაზარი მონსტრი სახელმწიფოების ინტერესებს შორის და აი ისე უნდა მოახერხონ და აი მაშია მთელი გამჭრიახობა მათი საჭირო, რომ გაგვატარონ ესე იგი სილასა და ქარიბდას შორის აუცილებლად, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ ყველა ის მოვლენა, რომელიც სოფლიოში ხდება და მე რატომღაც ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეხლა აი ამ სიტუაციაში
აი ეს ყველაზე უახლესი რა თქმა უნდა ეს ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლა არის და ფორმაში შედიან ხან ნელ-ნელა ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი ბენეფიტის მოტანა შეიძლება და აი შიდა პოლიტიკური პროცესების განვითარების რა მოლოდინი გაქვთ? მე მგონი ეს მოლოდინი ჩანს კიდეც რომ აი ეს ბოდიში სიტყვა უნდა სიგიჟე რომელიც აი ამ ლანძღვა გინებაზე და შეურაცხყოფაზე არის მარტო აწყობილი და უკაცრავად და ჩაფურთხებაზე და რაღაცა აი არ ვიცი რა სიტყვა შეიძლება კიდევ გამოვიყენო უცენზუროთ რო არ გამომივიდეს ანუ აი ამ სიგიჟეების დასასრულს ხედავ იმიტომ რომ ნელ-ნელა კარგია რომ ვიპოვეთ ძალა რომ მაქსიმალურად არ გავყევით ამ პროვოკაციაზე რასაც საბოლოო ჯამში შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირება გამოეწვია და მტერს დაავს შეიძლება შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც მისულიყო და ჩვენ ეს ტრაგიკული ფილმი თავისი ფინალით ნანახი გვაქვს და ძალიან მტკივნეულად გვაქვს განცდილი ყველაფერი ჩვენ არაკეთილმოსურნეს ზუსტად ეს სცენარი უნდა და პირდაპირ ჩანდა ეს ყველაფერი და ეს სცენარი ჩავარდა მე ვატყობ რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა მინავლებისკენ კიდევ ერთხელ განმეორდები მიდის უბრალოდ აი ახლა მე ყველაზე მეტად მე აი ამ სცენარს ახლა რაღაცნაირად ხედავ რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის უბრალოდ მე ძალიან გული მწყდება იმ დაკარგულ ადამიანებზე რომელსაც ვერაფერი ვეღარ გამოასწორებს და იმდენად აი არასწორი მიმართულებით აქვს გონება მომართული აი სალაპარაკოდაც რომ არ გიშვებენ არგუმენტირებულ დიალოგზეც რომ არ მოდიან აი ყველაზე მეტად ამ ადამიანებზე მწყდება აი ეს მომენტი რომელიც ნიშნავს ანუ შავად და თეთრად გაყოფას ეს ის ველია რომელიც ჩვენ ბოლო წლები არ გქონია კი ბატონო და ბევრად უფრო ადრე იყო, მკვეთრად იყო. ახლა რაღაცა ეს ველი დაბრუნდა. და ახლა პოლიტიკურ მოთხოვნებთან ერთად, ახლა პოლიტიკურ მოთხოვნებზე მეტად ხშირად ისმის უფრო დაკავებულთა გათავისუფლება და ამ ხრივ აქტივობა, ხო? ანუ ეს მოთხოვნების სპექტრი გაიზარდა. მაგრამ აი ეს მომენტი, რომელიც ჩვენ ისიც გვახსოვს და ნამდვილად არ გვინდა განმეორება, რომ პირველი სამოქალაქო დაპირისპირების პერიოდში ნათესავები კარგავდნენ ერთმანეთს. კი, რა თქმა უნდა, ოჯახები ინგრევა. რამდენად ხედავთ ამ რესურსს, რომ აი ახლა რაც არის, აი ეს არ მივიდეს საბოლოო განხეთქილებამდე, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ყველა ერთმანეთს იცნობს და ჩვენ სხვა სოციალური ურთიერთობები გამოგვარჩევს. აბსოლუტურად გეთანხმებით. მე უკვე ამ საფრთხეს არიდებულად მივიჩნევ, ანუ თითქმის უკვე ანუ გადავლახეთ ანუ ჩვენ ამ კულმინაციურ ზღვარს უკვე გადავაბიჯეთ რასაც შეიძლება სამოქალაქო ომი მოყოლოდა. ეხლა მთავარი მიზანი არის თვითეული ჩვენგანის მე ასე მგონია მიუხედავად იმისა რომ არსებობენ ისეთი ადამიანები როგორც წეღარ აღნიშნე რომლის გამოსწორება ფაქტიურად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ეს უკვე კლინიკური შემთხვევები უფრო არის და ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს აქვს ამ ადამიანებთან სამუშაო, იმ კატეგორიას გულისხმობ, რომელთანაც საუბარი არ უბრალოდ არც გიჯდება რომ გაესაუბრო, როგორც კი საწინააღმდეგო აზრი ესმის, იმ წუთში გადმოდის შეურაცხყოფაზე და ლანძღვა გინების რეჟიმზე და უკვე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიყავთ. აი ამ ადამიანების რაღაცნაირი ის უნდა მოხდეს, აი როგორ თქვა, გაუნებელყოფა რამენაირი მეთოდით, არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, არც ფიზიკურ ზემოქმედებას, არც დაჭერას, უბრალოდ მათი ლაპარაკი უნდა დარჩეს ლაპარაკად უბრალოდ და აი ზაღლიყებს და ქარავანი მიდის, აი ესეთ პრინციპით იმ პატარა ჯგუფს ვსაუბრობ მე და დანარჩენი მე მგონი ყველასთან შეიძლება საერთო ენის გამონახვა, უბრალოდ სურვილი უნდა იყოს ორმხრივი, მაგრამ ჩვენ მაინც მოდი ახლა ჩვენს დავარქ მე ანუ საწინააღმდეგო აზრზე ვინც ვართ მათგან, ალბათ უფრო ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენ თავში ძალა რომ რაღაცეებზე თვალი დაუხუჭოთ, რაღაცეები ვაპატიოთ, თუნდაც შეურაცხყოფა და დაუტოვოთ ველი რომ აი მოდით შეურაცხყოფას მაყენებ, მაგრამ მოდი ახლა აი გავისაუბროთ რა არის მიზეზი იმისა რომ შენ აი ესე დამიპირისპირდი მე მომისმინე იქნება ჩემი აზრი შენთვის მისაღები იყოს ან შენი არგუმენტები მითხარი იქნება
მე ჩავთვალო რომ ვარ არასწორი და პირიქით შენს შუაზე გადმოვიდე, შენს არგუმენტებს დავეთანხმო, მაგრამ ხომ და დავილაპარაკოთ პირველი ნაბიჯი ხომ და იყოს საუბარი. ჩხუბის დროს რომ გაიყრებიან ადამიანები, მე დათქვამენ და უშვათ ცოტა დალაგებულ გონებაზე, მოდი ახლა, აი, ვიჩხუბეთ, ჯანდაბას არ ვიყავით არც ერთ მართალი, მაგრამ რადგან აქამდე მივიდა, მოდი ახლა გავარჩიოთ, აი, რატო დავიწყეთ ეს ჩხუბი? ან უპირობოთ, გადავკოცნოთ ერთმანეთი და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან ცხოვრება. მადლობა. დავასრულებ ამ ნოტაზე ჩვენ დიალოგს, ჩვენ სტუდიაში მასპინძლობდით საზოგადოება ქართულის წევრს, მუსიკოს, წამყვანს, ბატონ ზურაბ მანჯავიძეს, ჩვენ იმასთან დიალოგი რადიო ემდის Facebook გვერდზე აიტვირთება. მადლობა სტუმრობისთვის. კარგად წამდებოდეთ.